მშვენიერი დღეა და მშვენიერი საღამო. ეს კონცერტმა კიდევ უფრო გაალამაზა და გაამშვენიერა დიდი ისტორიისა და დიდი ტრადიციების ქალაქი. ძალიან მიხარია, რომ სწორედ 2017 წელი იქნება ის წელი, რომელიც ჩვენ მოგცემს, რომ ის ძირითადი ტრადიციები, რაც იყო რუსთავში, რომ გავაგრძელოთ, ეს იქნება აღშენებლობის, ეს იქნება უდიდესი შემოქმედების, ეს იქნება წინსulis და ეკონომიკური აღორძინების წელი. მე მჯერა, რომ ჩვენ ყველანი გავერთიანდებით ესე და ეს წელი სწორედ იქნება კიდევ ერთი წარმატებული ჩვენთვის. ამის გარდა დიდი სურვილი მაქვს, რომ მიულოცო ეს წელი ყველა რუსთაველს, ყველა ქვემო ქართლს და ყველა ჩვენ მოქალაქეს.